Ურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის სამებულთა სულები აღწევიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ მათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სიცილისგან საქართველოს ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ეროვნული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა დემოკრატიული სისტემა შეიქმნა. 1917 წლის აპრილში თბილისში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლების ჩანასახი საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. ინტერპარტიული საბჭო წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიასთან და მიმდევრობათა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მათ თავის თავზე აიღო ქართული ეროვნული მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია, სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. 2 მარტს წახდიდან გადადგა ნიკოლოზ მეორე და დამყარდა ორხელისუფლებიანობა. სამართლებრივი თვალსაზრისით სახელმწიფო ხელისუფლებას ფლობდა დროებითი მთავრობა, ხოლო რეალურ ხელისუფლებას კი დეპუტატთა საბჭოები. ორხელისუფლებიანობა დამყარდა ამიერკავკასია და საქართველოშიც. რევოლუციის გამარჯვების შედეგად შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 1917 წლის მარტში თბილისის მუშაობა შეუდგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული სამხარეო ხელისუფლების ორგანო, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი, ოზაკომი. 1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია. დაემხო რუსეთის დროებით მთავრობა და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსთვის ცხადი იყო, რომ საბჭოთა რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა ხელისუფლების ახალი ორგანოს დანიშნასა და თავისი იურისდიქციის გავრცელებას საქართველოში. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივით ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა საბჭოთა რუსეთისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს. 1917 წლის ნოემბერში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სამხაერო ხელისუფლების ორგანო ამიერკავკასიის კომისარიატმა. მას უნდა შეესრულებინა კომისარიატის სამხაერო ხელისუფლების ორგანოს ფუნქცია რუსეთში კანონიერი ხელისუფლების დროებით მთავრობის აღდგენამდე. 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ეროვნულმა ყრილობამ გადაწყვიტა საბჭოთა რუსეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამასთან ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ რუსეთში დემოკრატიული წყობილების აღდგენა დააგვიანებდა, მაშინ მოწვეულ იქნებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც გამოაცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ნოე ჟორდანია. 1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლად შექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის ზრახვებს ამიერკავკასიის მიმართ. თურქეთის მხარე თავისისაგებოდ იყენებდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მას მიიჩნევდა რუსეთის ნაწილად. ამიტომ თურქეთთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო იყო ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შექმნილ სიტუაციაში ამიერკავკასიის კომისარიატმა ამიერკავკასიიდან არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისგან 1918 წლის თებერვალში მოიწვია საკანონმდებლო ორგანო ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც 1918 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, რომელშიც შედიოდა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. 1918 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი სამხედრო ძალით სცადა საქართველოს ოკუპაცია. ახლად შექმნილმა ჯარმა რუსეთის ჯარები სასტიკად დაამარცხა. გარდა ამისა, თურქეთი აგრესიას ამჟღავნებდა და არ მალავდა თავის 1918 წლის მაისის მეორე ნახევარში თურქეთის არმია აგრძელებდა შეტევით ოპერაციებს. მალე გაირკვა, რომ გერმანია უარს ამბობდა დაეცვა ანგლოფილური სომხეთი და თურქოფილური აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს იმ შემთხვევაში დაიცავდა თუ დაიშლებოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. 1918 წლის 26 მაისს
გოლოვნის გამზირზე, კავკასიის მეფის ნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. სხდომა გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 5 საათსა და 10 წუთზე ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. After the Soviet occupation, the main concern of Georgia and the supporters of independence was to preserve the memory of the First Republic and May 26. On May 26, 1921, the celebration of May 26 was allowed because the Soviet government was not yet firmly established in Georgia. დაიდადგა შამი ჩვენი გათავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზა ავირჩია და ეს თავისუფლებაც უფლმა ისე წაგვარდა, ვით მოგვივლინა და დაგვატეხა თავს ანახული სასჯელი, რომელიც 70 წელი გვანადგურებს. აი ამის გამო მივიღეთ ზმანო, ეს სასჯელი, რამე თუ არ ყავით ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა, ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიისა და მსგავსთა მისთა გზა. ზმანო და დანო, დღეს შევიკრებით იმ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არის ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულში ჩამდგმელნი და ამ დღეს გვამართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნული განთავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის გასაზღვისათვის. მეგობრებო, გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსახსოვარ ვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე. რამე თუ სიმართლისთვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისთვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭესმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გააგრძნეს. სოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა კომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, მიუიყოფინა ორპირობა და გულღრდილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგტრიალებენ. სადაც ნავთი მერაბ კოსტავა გადმოგცხერის სეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცელის ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი. ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის თანთქავს ჩვენი ისტორიულ ბედიღბას და გაგვთელავს ჩვენს კოსმიური გველეშაპი. ეს პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება. აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება. გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას. კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა. გაიღვიძე ქართველო ერო, გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას. ამინ. აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმნით ჩვენ, ვითარცა ცხოვანი გვდანი მტერთაგან ძლეული, მამული ჩვენ მტერთა ჩვენთან ფეხქვეშ გაითენა და ჩვენ დღეს უბსკულის პირას ვართ და აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ, ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, მივიდა გასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკრობის. On the May 26, 1918, the whole of Georgia was filled with happiness. The chairman of the National Council, Noe Jordania, read aloud the Act of Independence. For many centuries, Georgia has existed as an independent and free state. The current situation of the Georgian nation necessarily requires that Georgia create an anti-state organization through which it can protect itself from conquest by foreign power and build a solid foundation for independent development. Accordingly, the National Council of Georgia declares, from now on the people of Georgia are the bearers of sovereign rights and Georgia is a fully fledged independent state. მეგობრებო, ამ ყანწით მინდა ვადღეგრძელო წითელ კაბაში მორთული კოხტა საქართველო. წერდა პოეტი სანდროეული 1921 წლის 26 მაისს გაზეთ კომუნისტის ფურცლებზე. სანდროეულს მხარს უბამდა პოეტი ტო სვანიძე. გამარჯობა პროლეტარებს, ვაშა მშრომელ ერსა, ის ასწორებს წარსულების გამბუდებულ გზას დამჭერსა.
26 მაისს ქართველები გამოვიდნენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამიტომ პროტესტისა და დაძაბულობის შესაკავებლად თვითონ ჩაატარეს 26 მაისობა, რომელიც თავისებურად გადააკეთეს ერის თავისუფლების დღედ. ქართველი ხალხი მართლა დაძაბული ელოდა დამოუკიდებლობის დღის მოახლოებას. აი რას წერდა ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ კოტეტიშვილი 26 მაისის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე. Since May 1st, the eyes of the Georgian people have turned to May 26. Public opinion has been persistently asking whether the communists will celebrate May 26 or not. We do not know what the Georgian Revolutionary Committee thinks. We do know what the Georgian nation thinks, and the Revolutionary Committee must account for this thought. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილებისა და მასზე დადგმული სცენების გაფორმებაში მონაწილეობდნენ იაკობ ნიკოლაძე, შალვა ქოქიძე და მოსე თოიძე, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ როგორი თვალმწარმტაცი სანახაობის მომწრენი გახდებოდნენ ტფილისელები. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოადგენდა საქართველოს 7 ნაწილის ემბლემას. მზის დარი ქარწული ბრძანებლობდა სავარდრიდან, ხელში ფარითა და შუბით. თვით საქართველოს სიძლიერით გარემოცული 7 მნათო ბანოვანით და თეთრი გიორგით. მთელი ავტომობილი მოცული იყო ყვავილებით. სახელმწიფო დაწესებულებების გარდა რესპუბლიკის დროშებს მოქალაქეებიც ჰბენდნენ თავიანთ ეიმნებიდან. მოქალაქეები ასევე მონაწილეობდნენ საზეიმო მსვლელობაში და სიამოვნებით ატარებდნენ რესპუბლიკის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშნებს. 26 მაისს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დაფუძნებულ კარების ქუჩის სათავეში, სადაც ქალაქის თვითმმართველობას აშენებული ჰქონდა ხის დიდებული თაღი, რომელიც უნდა გაევლო 500-კაციან ორკესტრს და საგანგებოდ მორთულ მოწყვილ ავტომობილებს, რევოლუციას, საქართველოს დამოუკიდებლობას და გაზაფხულს. არა, მილიონჯერ არა. ამ წითელი ლაშქრების წინაშე ფიცავდებთ, რომ საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არც რუსეთისა და არც მისი წითელი ლაშქრის მხრივ არელის მცირე დაბრძოლებას კი პირიქით წითელი ლაშქრის მკერდით დაცული იქნება საქართველოს მიერ ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება. და გაუწია კიდეც, ოღონდ თან სცადა ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ერთი ცუდი პარტია ჩაანაცვლა მეორე კარგმა პარტიამ. და რომ ეს გარემოება არანაირად არ ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობას. მეტიც, სერგო ორჯონიკიძემ ისიც კითხვა, რომ უცხოჯარის რუსეთის წითელი ლაშქრის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს აღსასრულს არ ნიშნავსო. თუმცა მაშინდელი ესთეტიკა ბროდ განსხვავდებოდა დღევანდელობისგან. მიღებული იყო ეგრეთ წოდებული დათვალიერება. ანუ ჯარის ნაწილები, გვარდია მოეწყობოდნენ და მთავრობის დამფუძნებელი კრების და შტაბის წარმომადგენლები მიესალმებოდნენ სამშობლოს დამცველებს. დათვალიერების დასრულების შემდეგ ეს ნაწილები ამოძრავდებოდნენ ხოლმე. გაივლიდნენ პროსპექტს და იმ ტრიბუნას მიესალმებოდნენ, სადაც მთავრობის წევრები იდგნენ. ამ ტიპის აღნიშვნა კინოფილმებზეც არის დაუღუჭდი. 1990 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ССР-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიადგამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს ხელში. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90.3%-მა, რომელთაგანაც 88.9%-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. რასაც კი შეხვნენ დალეწეს, ოქროც წაიღეს ბლომადო, დაგზა იმათი ნავალი, დარჩა შავბნელა ზოლადო. როგორც მოხდით ეს ლექსი მენშევიკებზია, ეს კი ბოლშევიკებზე. კომუნისტების ხელშიო, ქეგები მართე წელშიო, სიმით საბჭოში მაძლევენ, შეშას ლაზარეს ტყეშიო.